თბილისის ქუჩებში დღეს ქრისტეშობის საგალობლები ისმის. ალილო ტრადიციაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის და უკვე 26 წელია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის მთავარ საშობაო სიმბოლოდ იქცა. საუკუნეების წინ, როცა ქართულ სოფლებში შობის ღამეს ვარსკვლავი აინთებოდა, სახლების კარზე თეთრჩოხიანი მახარებლები აკაკუნებდნენ. მათი ხმა ალილო იყო ნიშანი იმისა, რომ ქვეყნიერებას სიყვარული მოევლინა. დღეს ეს ტრადიცია ქუჩებში გადმოვიდა, თუმცა მისი სახე უცვლელი დარჩა. თეთრი სამოსი ეს არის სითეთრე იმ იმედისა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ვარსკვლავი, რომელიც წინ მიუძღვის მსვლელობას, არის გზამკვლევი, რათა არასოდეს დავკარგოთ ორიენტირი სიკეთისკენ. გალობა, რომელიც ჰაერში იღვრება, თითქოს მიწასა და ცას აერთიანებს. უხლის მშვიდობა იყოს თითოეულ ჩვენგანთან. რადგან ადამიანი თვითონ ვერ ამაღლდა ზეცამდე და ვერავიდა უხალთან ვერ ცხონდა თავისი ძალით, ამიტომ უხალ მაინება რომ თვითონ ჩამოსულიყო დედამიწაზე. და ერთ-ერთი პირველი, ვინც მასთან წავიდნენ, რომ ძღვენი მიერთმიათ და ედიდებინათ როგორც უფალი, ვარსკვლავთმცველები მოგვები აღმოჩნდნენ და ერთგვარი ამის განსახიერებაც არის, როცა დღეს ადამიანები მივდივართ, უფალს ვადიდებთ, გულოცავ თითოეულ ადამიანს, მინდა ვისურვო, რომ ეს სიხარული, ეს რწმენის ზეიმი, სიყვარული გავრცელდეს მთელ საქართველოზე და გამთლიანებულ, გაერთიანებულ ქვეყანაში გვეზეიმოს მომავალი შობა. მეგახლავართ გაგრელი, გაგრაში დაბადებული, გაზრდილი. თავარი სურვილი არის ჩემი, რა თქმა უნდა, აფხაზეთში დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება. მსვლელობას მახარობლებთან და მრევლთან ერთად ხელისუფლების პირველი პირები შეუერთდნენ. საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ხალხთან ერთად მიაბიჯებდნენ. ეს არის დღე, როდესაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტატუსები ერთმა დიდმა მიზანმა, ქველმოქმედებამ და დღესასწაულის სიხარულმა გააერთიანა. ჩემ ლამა საქართველოს ულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემ ხალხს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი არის რომ ყველამ ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სულად შევიცნოთ და ქრისტე დაიბადოს ჩვენს გულში. შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავ მთელ საქართველოს, ულოცავ აფხაზებს, ყველა ეროვნების ადამიანს, ვინც ცხოვრობს ამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთში იქნება ეს ბრწყინვალის რეგიონში. მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ კი ერი გაერთიანდება იმ სიბრძნის გარშემო, რომელსაც პატრიარქი კარნახობს თავის ეპისტოლეში. ალილოს მონაწილეთა რიგებში ტრადიციულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებიც იყვნენ. მათთვის ეს გზა სიმბოლურია. გზა, რომელმაც საბოლოოდ მშვიდობით, სიყვარულით და შერიგებით საკუთარ სახლებში, აფხაზეთში უნდა მიგვიყვანოს. შობის ამ ბრწყინვალე დღეს მათი მთავარი სათხოვარი სწორედ სამშობლოს მთლიანობა და აფხაზეთში დაბრუნებაა. მალე ღმერთმა ქნას უწმინდესი ლოცვა-კურთხევით მისი წინასწარმეტყველება ახდენილი იყოს და სოხუმიდან დაელოცოს გაერთიანებული საქართველო. მე ამის მჯერა და მინდა მჯეროდეს ყველას ჩვენი ერთიანობით ეს ძალიან მალე იქნებოდა. ღმერთმა ქნას რომ სოხუმში უმასპინძლოთ ყველა ჩვენ სტუმარს ალილოზე. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული და უსურვო ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება თითოეულ ჩვენთაგანს. ალილოს მთავარი დანიშნულება გაზიარებული სიხარულია. გზადაგზა შეგროვილი შემოწირულობა, ნობათი, ტკბილეული და პირველადი საჭიროების ნივთები დღესვე გადანაწილდება იქ, სადაც სითბოს ყველაზე მეტად ელიან, ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელ ასრულების დაწესებულებებში. გილოცავთ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ მსვლელობაში ვიღებ მონაწილეობას. ყველას გილოცავთ შობა ახალ. გილოცავთ შობა ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყოველს ბარაკას. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შობის ნათელი ყველას აერთიანებს. თბილისის ქუჩებში გაჟღერებული ალილო წელს არამხოლოდ მესიის შობის მახარებელი, არამედ ქვეყნის გამთლიანებისა და დიდი სიკეთის სიმბოლო აღმოჩნდა.